მოზაიკოსობა ერთი შეხედვით შეიძლება ხელოვნებაც არის. თანამედროვულად ხელოსნობაც არის. მაგრამ ამ ორს შორის მაინც დიდი ზღვარი არის რა. შეიძლება აკეთებდე ამ საქმეს და გამოგდიოდეს როგორც ხელოსანს. მაგრამ ასევე აკეთებდე და გამოგდიოდეს როგორც ხელოვანს. მე ვარ ირაკლი ქავთარაძე და ამჟამად მუშაობ მოზაიკას. მოზაიკა შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ახალი ხილია, იმიტომ რომ დიდი ხნის განმავლობაში ეს საქმიანობა ჩვენ ქვეყანაში შეწყვეტილი იყო. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი არის გელათის ტაძარში მე-18 საუკუნის მოზაიკა, ღვთისმშობლის მოზაიკა, რომლის შემდეგაც ფაქტობრივად მნიშვნელოვანი მოზაიკური ძეგლი აღარ გვხვდება. და 2000 წლის და 2000 წლების შემდეგ უკვე ფაქტობრივად იწყება აღორძინება და ჩვენ ვართ შეიძლება თამამად ვთქვას, რომ ერთ-ერთი წინამორბედი ამ სფეროში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მოზაიკური ძეგლის შექმნა შევძელთ ამ მოკლე პერიოდში და ძალიან ბევრ ტაძარში გვაქვს ნამუშევარი. ძირითადად ჩვენი მიზანია, რომ ბევრი შევქნათ, იმიტომ რომ დარჩეს საუკუნეების განმავლობაში მოზაიკის მიზანიც ეს არის და მოზაიკის არსიც ეს არის, რომ ის არის გამძლე, ის არის მყრივი და მყარია და შეიძლება დარჩეს მართლაც საუკუნეები და ათასწლეულები და ჩვენც ეს გვინდა, რომ საქართველოს თითოეულ კუთხეში, თითოეულ მხარეში იყოს გაფანტული და იყოს გავრცელებული ეს მოზაიკები. იმიტომ რომ რაღაცა ხო ესეა ისტორიული ხელოვნებაც ესეა, რომ რაღაცა ნიშნის მიხედვით ცნობენ სხვადასხვა დეტალის მიხედვით ცნობენ ამა თუ იმ საუკუნის ნამუშევარს და შეიძლება ის შეიცვალოს ტერიტორიული მთლიანობა, შეიძლება რაღაც შევიძინოთ, რაღაც დავკარგოთ, მაგრამ იქ ყოველთვის დარჩება ის და იქნება ის, რომ ამადამ საუკუნეში ესა და ეს ხელოვანი ქმნიდა ამას, ესე იგი ის იყო ერთიანი ტერიტორია. ჩვენი მიზანი ზუსტად ეს არის, რომ რაც შეიძლება ბევრი გავაკეთოთ. პირველად დაახლოებით 4 წლის წინ აღმოაჩინე ეს საქმიანობა. ჩემი მეგობრისგან მოვაგენი ამ ადგილს და თავიდანვე დიდი ინტერესი გამოიწვია ჩემში. მაგრამ ყველაფერი ესეთი მარტივი არ ყოფილა. თავიდან არანაირი სამხატვრო გამოცდილება, არაფერი მსგავსი არ მქონდა და უბრალოდ მქონდა ინტერესი. და ასე ვთქვათ, მონდომებისა და საკმარის პასუხისმგებლობის დამსახურებით შევძელი, რომ რაღაცებში მივიღე ცოდნა, მივიღე გამოცდილება და დღეს უკვე შემიძლია თქვა, რომ რაღაცას ვაკეთებ ამ სფეროში. სწავლას რაც შეეხება, ახლა შეიძლება თქვა, რომ დღესაც ვსწავლობ, იმიტომ რომ ძალიან ვრცელი სფერო არის. ზოგს თავიდან რო ხედავენ, ფიქრი აქვთ იმისი, რომ პირდაპირ შეუძლიათ რაღაც მნიშვნელოვანი გააკეთონ, მაგრამ ესე არ არის. პირველ რიგში იმას რო თავი დავანებოს, რო გვჭირდება მხატვრული ხედვა, მანამდე გვჭირდება ტექნიკა. ტექნიკა უფრო მნიშვნელოვანია ამ საქმეში, იმიტომ რომ საქმე გვაქვს ქვებთან და არა ვთქვათ ფუნჯთან და საღებავთან. ქვების მტვრევის ტექნიკა კიდე ძალიან დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ იმის გარდა რომ ვთქვათ ხელის მოქნილობა ჭირდება ენერგია, ჭირდება ძალა, ჭირდება რაღაც მოთმინება და ნერვული სისტემა, ასე ვთქვათ, მზადყოფნაში უნდა გქონდეს ამ ყველაფრისთვის და ასე ვთქვათ დავიწყე ქვების მტვრევის შესწავლით. შემდეგ უკვე მოზაიკის კეთება დავიწყე, მაგრამ ესაც არ იყო მარტივი, იმიტომ რომ თავიდან ზეპირად ვაკეთებდი, ანუ რაღაც გამზადებულის იმიტაციას ვცდილობდი, იმიტომ რომ ჩემი ხედვა არ მქონდა ჩამოყალიბებული საკმარისად. ნელ-ნელა ვითარდება შეისწავლი თვითონ რას რატომ აკეთებ უკვე, იმას ხვდები, რომ რომელი ფერი რატომ უნდა დასვა, თქვათ, რომელი ქვა სად უნდა ჩასვა და ესე ვითარდება ეს ყველაფერი, ნელ-ნელა ხდება ყველაფერი. დღესაც ვსწავლობ, ახლა არ დამიმთავრებია სწავლა და მე ვერ ვიტყვი, რომ სრულყოფილი მოზაიკოსი ვარ. მაგრამ რაღაცის გაკეთება, ასე ვთქვათ, შემიძლია დამოუკიდებლადაც. ჩვენ ძირითადად საეკლესიო მოზაიკაზე ვმუშაობთ. ჩვენი საქმიანობა არის ტაძრების დამშვენება და შემკობა. რა თქმა უნდა, ხატწერაც მნიშვნელოვანია ტაძრებში, მაგრამ ჩვენი საქმე ბევრად უფრო რთული და ბევრად უფრო შრომატევადია, იმიტომ რომ ჩვენ სანამ თქვათ მივალთ უშუალოდ ტაძრამდე, მანამდე წინ უძღვის დიდი
რამდენიმე თვიანი და რამდენიმე წლის საქმიანობა აქ ამ ადგილას უშუალოდ სახელოსნოში. პირველ რიგში მოზაიკის დასაწყებად მნიშვნელოვანი არის ესკიზი. ესკიზი არის ძირითადად შავ-თეთრი უბრალოდ დაკონტურებული ვერსია. შემდეგ უკვე ჩვენ ვიწყებთ ამ ესკიზის შეფერადებას. შეფერადება რას გულისხმობს? ახლა ჩამოყალიბებულია უკვე საუკუნეების განმავლობაში საერთოდ ქრისტიანობას ახასიათებს ეს, რომ რაც არის ტრადიცია, ეს ტრადიცია გრძელდება და არც არის საჭირო და არც არაფერი მოითხოვს იმას, რომ ეს შევცვალოთ. ანუ ამით ის თქმა მინდა, რომ კონკრეტული წმინდანის ან კონკრეტული თქვათ აი იესო ქრისტეს ღვთისმშობლის ამათი სამოსები, ამათი სტილი არის ძირითად შემთხვევაში ხატებში ერთნაირი. ჩვენ ვიცით, რომ თქვათ იესო ქრისტე უნდა იყოს შესრულებული ძირითადად და კანონიკურად წითელსა და ლურჯ სამოსში. ეს გვაქვს მოცემულობა. შემდეგ უკვე ჩვენ შეგვიძლია ჩვენებურად შევცვალოთ ამ ლურჯის და წითლის ამ სიტყვაზე მაგალითზე ისინი ფერები, ჭრდილები, სინათლეები და როცა უშუალოდ მუშაობის პროცესს ვიწყებთ, დანაწილებული გვაქვს საქმეები. ზოგი ქვას ამტვრევს, ზოგი ჭრის. შემდეგ ამ ქვებს ყველაფერს უკვე შევაერთებთ, გავაერთიანებთ. როცა მივხვდებით, რომ საკმარისი რაოდენობის ქვები გვაქვს მომზადებული, უკვე ვჯდებით და ვიწყებთ მუშაობას. ქვების დამუშავება იწყება ქვების დაჩარხვით, ანუ დაჭრით. დაჭრილი ქვებს შემდეგ უკვე ვამტვრევთ ჩვენთვის სასურველ წოლმებად, ეს ხდება მექანიკურად, ჩაქუჩით და საჭირო დანადგარით, რომელზეც ჩვენ ამ ქვებს დავამუშავებთ და დავამტვრევთ საჭირო ზომებად. შემდეგ უკვე უშუალოდ ნამუშევარზეც ვიყენებთ მსგავსი ტიპის ინსტრუმენტს, რომელიც გამოიყენება როგორც მოზაიკისთვის, ასევე კაფელის სამუშაოდ და პინცეტი, კაპჩები, ყველაფერი რაც შეიძლება გამოიყენოს მშენებელმა ღებავმა, ყველაფერს ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენ საქმეში ჩავრთოთ და პრაქტიკულად გამოვიყენოთ ეს ინსტრუმენტები. ჩვენ ქვეყანაში საერთოდ იმ დონეზე არ არის ახლა ეს სფერო განვითარებული, რომ თვითონ კომპანიებს შემოქონდეთ სპეციალურად მოზაიკისთვის ინსტრუმენტები. ბევრმა არც კი იცის, რომ არსებობთ და ამ საქმეზე ვმუშაობთ, ამიტომ გვიჭირს საკმაოდ ინსტრუმენტების მონახვა, მაგრამ ასე ვთქვათ, ადაპტაცია მოვახდინეთ და სხვა ტიპის ინსტრუმენტები ჩავერთეთ ჩვენ საქმეში. ჩვენ რა ქვებსაც ვიყენებთ, ძირითადად არის ადგილობრივი ბაზრიდან შეძენილი, ანუ ადგილობრივი ბაზარი არ გულისხმობს მარტო საქართველოში მოპოვებულს. ზოგს ჩამოაქვს აღმოსავლეთიდან, ზოგს ჩამოაქვს ბრაზილიიდანაც არის ჩამოტანილი ზოგი ქვა. გააჩნია რა ქვა არის, თვითონ რა მასალა არის და რა ფერის არის. ყველანაირი ფერი გვჭირდება, იმიტომ რომ ქვების პალიტრა საკმაოდ რთული შესაქმნელი არის. ანუ ერთი ფერს რო ამბობთ, წითელს რო ამბობთ, იმ წითელში შეიძლება მოიაზრებოდეს 4-5 ტონი, რომელთაც ჩვენ შევძლებთ სრულყოფილად შევქმნათ ეს ჩვენი ნამუშევარი და ამიტომ საკმაოდ ბევრნაირი და ბევრი ტიპის ქვა გვჭირდება. და რაც ჩვენთან არ იშოვება, არ მოიპოვება, იშვიათ შემთხვევებში, მაგრამ უცხოეთშიც გვიწევს ამისთვის უცხოეთში მიმართვა. მაგრამ ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ძირითადად მაინც ვცდილობთ ხოლმე, რომ ადგილობრივი რაც აქ არის ჩამოტანილი უკვე სხვების მიერ, ისინი შევიძინოთ. სირთულეებს რაც შეეხება, იგივე სირთულეები შეიძლება გქონდეს მოზაიკაში, რაც თქვათ მხატვრებს აქვთ შემოქმედებითი კრიზისი, თქვათ მუზის არ ქონა და ასე შემდეგ. ხშირად ყოფილა შემთხვევები, რომ უბრალოდ უყურებთ ნამუშევარს და გაგრძელება არ შეგიძლია, იმიტომ რომ არ იცი, ვერ ხვდები რა უნდა გააკეთო. მაგრამ გავა დღე დაიძინებ, გაიღვიძებ და მეორე დღეს უკვე გაქვს იმის უნარი, იმის აღქმა, ან ძილში მოგივიდა იდეა, ხო ხდება, ან დასვენება იწვევს ამ ყველაფერს და მე უკვე გრძელდება ეს ყველაფერი. სირთულეები ძალიან ბევრია, თუნდაც ენერგია გვჭირდება, ახლა მარტო ფიზიკურ დატვირთვაზე რო ავიღოთ, ქვები, ლოდებია, მძიმეა, იმას კიდე ის ემატებაზე ვიდან რომ ჩვენ ჩარხავთ წყალზე, მშრალად არ ვამუშავთ ამ ქვებს და ზამთარში ფაქტობრივად ამ ქვებს ვერც ვჭრით, იმიტომ რომ სიცივეა, დასველება ცოტა რთულია, დისკომფორტია, მე გაცილდები, ეს კიდევ ერთ სირთულეა.
თვითონ მუშაობის პროცესშიც შეიძლება აღმოაჩინო, რომ მიდიხარ აკეთებ და უცბად რაღაც გაკლია, რაღაც მასალა არ ყოფნის, რაღაც გჭირდება, თვალი ითხოვს, მაგრამ ეძებ და ვერ პოულობ, იმიტომ რომ ფიზიკურად არ მოიპოვება ასეთი რაღაც. სამუშაო დღეებში ფაქტობრივად ყოველ დღე მუშაობთ. დილიდან საღამოს 7-8 საათამდე აქ ვართ, მაგრამ ძალიან მარტივად გადის დრო. ანუ ყველაფერი ისე რაღაც თან ხალისობთ, თან ვერთობით, თან მუშაობთ, თან ერთმანეთს ვეხმარებით და ფაქტობრივად ჩვენი მეორე სახლია აქ, იმიტომ რომ თვითონ ერთმანეთშიც იმდენად იდეალურად ვართ, ყველა მეგობრობთ, ყველა ოჯახის წევრები ვართ და ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი აქ არის, მაგრამ საერთოდ ავგუსტნობ, რომ სახლიდან გარეთ ვარ. მოზაიკის კეთება მომგვარა სიმშვიდე. არ ვიცი ეს ღვთიურ ძალებთან არის დაკავშირებული თუ იმასთან რომ ასე ვთქვათ დამოუკიდებლად ვიგრძენი თავი, იმიტომ რომ თვითრეალიზაცია ფაქტობრივად უკვე ჩემი საქმე მაქვს, მუშაობ, ვაკეთებ, მივდივარ ოჯახში, შემაქვს ჩემი წილი და ყველაფრის გამო და ჩემი ცხოვრება ფაქტობრივად უკეთესობისკენ შეიცვალა რადიკალურად. ამის გარდა რაღაც შინაგანი სიამაყეც გრძნობაც მაქვს, იმიტომ რომ ფაქტობრივად დღეს საქართველოში ვქმნით საქმეს და ვქმნით ნამუშევრებს, რომლებიც დარჩება ისტორიას, დარჩება საუკუნეებს და ამასთან ერთად ეს იქნება ჩვენი ნიში, ჩვენი ნახელავი და ასე ვთქვათ ისტორიას შემორჩება შეიძლება ჩვენი სახელები არა, მაგრამ შემორჩება რაღაც გუნდის სახელი, რომელიც თავის დროზე ასეთ ნამუშევრებს ქმნიდა.